დღეს კახაკალაძემ შაბათის ეთერის ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებაზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და ჩვენ ბუნებრივია თბილისის მერს ვკითხეთ არის თუ არა მზად იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაინტერესდება მისით რომ ჩვენება მისცეს, თუმცა ერთადერთი პასუხი რაც ჩვენ დღეს ამ კითხვაზე მივიღეთ კახაკალაძისგან იყო ის რომ ის პასუხს მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს. ის სრულად იხსნის პასუხისმგებლობას იმ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე, რომელსაც ადგილი თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურში ჰქონდა. კახაკალაძე ამბობს რომ ის არ არის გამომძიებელი, რომ მას აღნიშნული მოვალეობა არ აკისრია და არსებობს კონკრეტული საგამოძიებო უწყებები, რომელიც მათ შორის მონიტორინგს უნდა აწარმოებდეს. ამაზე თუმცა მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ 2019 წელს არსებობდა უკვე აუდიტის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ სამართლებრივი გადაცდომები იყო ბაღების სააგენტოში. ბუნებრივი არის, რომ ჩნდება კითხვა, რატომ არ მოახდინა ამაზე რეაგირება. კახაკალაძემ ამ გარემოებებზე დღეს თბილისის მერს არ უსაუბრია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. დედაქალაქის მერი ვერ იქნება საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი. არსებობენ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები, რომლებმაც უნდა გამოავლინონ დანაშაული, უნდა ჩაატარონ პრევენციული ღონისძიებები, ეს უნდა გააკეთოს შესაბამისმა უწყებებმა და არა დედაქალაქის მერმა. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა. თუ ხართ მზად რომ თუ კითხვა გაჩნდება, მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. შეიძლებოდა თუ არა რომ წლების განმავლობაში მერიის მაღალ ჩინოსნებს ისე მოეპარათ ფული დაეგროვებინათ დიდძალი ქონება და გადაემალათ რომ ამის შესახებ თბილისის მერს არაფერი სცოდნოდა. ეს კითხვა დავუსვით უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და კორუფციის მკვლევარებს, იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ შორის საკრებულოში მუშაობდნენ იმაზე რომ მეტი გამჭვირვალეობა ჰქონოდა თბილისის მერიის ბიუჯეტს და რომ მეტი რამ ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის იმასთან დაკავშირებით რაში იხარჯება რეალურად თბილისელების ფული და რამდენად ხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. დღეს ოპოზიცია დარწმუნებულია იმაში, რომ შეუძლებელია, მით უფრო მაშინ, როდესაც აუდიტის დასკვნა 2019 წელს არსებობდა და 7 წლის განმავლობაში თბილისის მერიას რეალურად დოკუმენტები ედო მაგიდაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ბაღების სააგენტოში ადგილი. შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი კახაკალაძეს არ სცოდნოდა და დღეს ოპოზიციონერები ამბობენ იმას, რომ სულ მცირე პროკურატურამ ახლა კახაკალაძეს კითხვები უნდა დაუსვას, რადგან თბილისის მერი რეალურად არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაშე. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღების სააგენტოში ჯერ კიდევ 2019 წელს არსებობდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნები. ეს ფაქტი რაზე მეტყველებს? ეს ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მოხდა გამოძიების დაბლოკვა. სხვა შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია იყო, აუცილებლად უნდა დაწყებულიყო გამოძიება და მისულიყო ბოლომდე. ბუნებრივია, ეს არის თბილისის მერის კახაკალაძის პირდაპირი პასუხისმგებლობა. ის ვერ იტყვის, რომ ინფორმაცია არ ქონდა და თუ ამას იტყვის, ეს უფრო უარესია, რადგან ეს მიუთითებს, რომ თბილისის ქვესაუწყებო ორგანოებში, თბილისის მერიის ქვესაუწყებო ორგანოებში არ არსებობს კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი. დღეს თუ სუსი სადმე უნდა შედიოდეს, პირველ რიგში უნდა შედიოდეს აი ამ სააგენტოში, ბაღების მართვის სააგენტოში და არა მხოლოდ ამ სააგენტოში. სუსი უნდა შედიოდეს და სწავლობდეს თბილისის მერიის ყველა სამსახურის საქმიანობას. და რაც შეეხება პასუხისმგებლობას, იმდენად სისტემურია კორუფცია თბილისის მერიაში, რომ რა თქმა უნდა ასეთი სისტემური კორუფცია უშუალოდ თბილისის მერის მონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა. როგორც წარმოგიდგენიათ, რომ სუსის ხელმძღვანელი ლობირებდა ერთი კონკრეტული სააგენტოს ხელმძღვანელს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და ეს თბილისის მერის გვერდისავლით ხდებოდა. ეს წარმოუდგენელია. ამიტომ რა თქმა უნდა დადგეს მერის პასუხისმგებლობის საკითხი. თბილისის მერი წლების განმავლობაში სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებულ კითხვებს მხოლოდ თავდასხმით პასუხობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად პროკურატურამ აღიარა, რომ მერიაში იყო არაერთი გადაცდომა და ამ დროისთვის პასუხისმგებაში არიან მიცემული კონკრეტული პირები, არის დაწყებული გამოძიება, არსებობს არაერთი ბრალდებული, რომელთა ნაწილიც ახლა თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ არის. თბილისის მერი ამ სავარაუდო გადაცდომებს ვეღარ უარყოფს, თუმცა პასუხისმგებლობას საკუთარი თავიდან სრულად იხსნის.